Но риск, как говорится... რუსი და თანამედროვე ტექნოლოგია ერთადთვის გაუგონია, მაგრამ საქმე თუ მკვლელობამდე, დივერსიებამდე, ტერორიზმამდე ან მამაძაღლობამდე მიდის, რუსის ფანტაზიასა და შესაძლებლობებს ზღვარს ვერ დაუდებ. ბალტიის ზღვაში დაზიანდა 4 კაბელი. დამნაშავე გემი აღმოჩენილია და დაკავებულია ფინეთის ტერიტორიულ წყლებში. ამ შემთხვევაზე რეაგირებით დავინახეთ, რომ ფინეთის ხელისუფლება ეფექტურად მოქმედებს. დამნაშავე ეს არის ტანკერი Eagle S, რომლის მფლობელიც არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანია. ოღონდ კომპანია ინდურია. ოღონდ გემი ცურავს კუკის კუნძულების დროშით. ოღონდ გემს ყავს ქართულ ინდური ეკიპაჟი. ოღონდ გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული ინდური კომპანიის ტანკერი კუკის კუნძულების დროშით ინდოელი მეზღვაურებითა და ქართველი კაპიტნით რუსული საქმის კეთებისთვის დააპატიმრეს. გამოძიება არკვევს, ვინ იყო ჩართული დანაშაულში და ვინ აგებს პასუხს გემის მოქმედებაზე ამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე გადაადგილების თავისუფლება შევუზღუდეთ ეკიპაჟის 8 ეჭვმიტანილ წევრს. გაიგეთ რამე? თავიდან ვერც ფინელებმა გაიგეს. რაც თანდათან ირკვევა, უფრო და უფრო აოცებთ. მოფიქრება ხომ უნდა ნავთობმზიდი გემი საბრძოლო ხომალდად აქციო. ფინეთის პოლიციამ დეკემბერში შობას საჩვენებელი სპეციალური ოპერაცია ჩაატარა. აბორდაჟის ჯგუფები ჯერ ვერ ფრენით, შემდეგ კატარღებით გადასხა ტანკერზე. დააპატიმრა და წაიყვანა. საკუთარი მოქმედების ისწრაფითა და ეფექტით აშკარად მოხიბლულია. ეჭვი გვაქვს, რომ სხვა კაბელებიც შეიძლება იყოს დაზიანებული. გამოძიება გრძელდება. ძალიან კარგი ვითარება გვაქვს, რა კი გემი დაკავებულია და ფინეთის წყლებშია იზოლირებული. გემის ქართულ ინდური 24 კაციანი ეკიპაჟი ჯერ კიდევ ბორტზია და პოლიციისა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ბორტზია კაპიტანი ვინმე დავით ვადაჭკორიაც, რომელთანაც პოლიციამ ერთ ფინურ გაზეთს დაარეკინა, მაგრამ მან პრაქტიკულად არაფერი უთხრა. გარდა იმისა, რომ ყველა ჯანმრთელადაა. ამოღებული დოკუმენტაციის მიხედვით ვადაჭკორია გემზე მეთაურად 2 თვით ადრე ავიდა. როგორც პოლიციის გამოჟონილი ინფორმაციით შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეკიპაჟმა ბევრი არაფერი იცოდა გემის მავნებლური საქმიანობის შესახებ. თუმცა კაპიტანი არაა ეს კაცი, მის გარეშე ვინმეს რამე ჩაეფიქრებინა და განეხორციელებინა. ტანკერმა შავი საქმისთვის ფსკერზე გამავალი კაბელების დასაზიანებელი იარაღად საკუთარი ღუზა გამოიყენა. ეს კაბელები მონიტორზე ტეხილი ხაზითაა აღნიშნული. როგორც გამოძიება ამტკიცებს, ჩვეულ მარშრუტზე მოძრაობმა გემმა ერთი მთავარი ღუზა 10 კილომეტრი ახოხიალა ზღვის ფსკერზე. ბოლოს მრავალტონიანი იარაღი გამოედო ამ სადენებს და ძალით გაგიჯა. საზღვაო ტრეკინგის აპლიკაციაში ამ მომენტის ნახვა იოლად შეგიძლიათ. გემის სიჩქარე მცირდება, სანამ საბოლოოდ არ გაჩერდება. შემდეგ იწყებს ბრუნვს და მიდის საპირისპირო მიმართულებით. ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო წყლებში, მაგრამ მალე გემი კვეთს წარმოსახვით საზღვარს და შედის ფინეთის ტერიტორიულ წყლებში, ანუ 12 მილიან ზონაში. ეს ყველაფერი დროში ემთხვევა ძაბვის ვარდნას ესტონეთის ქსელში და ინტერნეტის კავშირის შეფერხებას. იმდენად ზუსტად ემთხვევა, რომ ფინეთის პოლიციას დიდხანს აღარ უყოყმანია, მივიდა და დააპატიმრა დამნაშავე. ფსკერზე ამდენ ტონიანი ჯართის თრევა და კაბელების გლეჯა არ ყოფილა იოლი საქმე, რა კი Eagle S-ის ღუზის ჯაჭვი გაწყდა და ფსკერზე დარჩა. ფინეთის სანაპირო დაცვის სპეცრაზმს ტანკერი სწორედ ამ მდგომარეობაში დახვდა. ოღონდ რუსი დივერსანტების წინააღმდეგ ამჯერად გეოგრაფია ამუშავდა. ბალტიის ზღვის სიმეჩხრე. შედარებისთვის, ბალტიის საშუალო სიღრმე 45 მეტრია, მაქსიმალური კი 450. მაშინ, როდესაც შავი ზღვის საშუალო სიღრმე კილომეტრი და 253 მეტრია. კაბელები ამ ადგილას 80 მეტრიან სიღრმეზე იდო და ღუზის ზებნა პირველივე დღიდან დაიწყო. ეს ამბავი რა თქმა უნდა ზღაპარს არ გავს, მაგრამ რაღაც საშობაოდ საკრალური მასში არის. რუსებმა კაბელები გაწყვიტეს და ღუზა წყალს ჩატოვეს 25 დეკემბერს. 7 იანვარს კი შვედებმა ღუზა ამოიღეს და როგორც მთავარი მტკიცებულება საქმეს დაუწყეს. ამ გემმა გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უნდა გადაიხედოს საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა, რადგან ასეთი შემთხვევები სულ უფრო ხშირდება აქაც და სხვა რეგიონებშიც. გამოძიებაში წამყვანი მხარე ფინეთი იქნება, მაგრამ მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. წინა შემთხვევების დროსაც გამოჩნდა, რომ ბალტიის ზღვაზე კოლექტიური მკაცრი მონიტორინგის სისტემა გვჭირდება. წინა ინციდენტები ესტონეთის პრემიერი რომ ახსენებს ბალტიის ზღვაში ბოლო 3 თვეში მოხდა. ასევე რუსებისა და ჩინელების ხელითა და გემებით. შესაძლებლად შეგახსენებთ წინა შემთხვევებს. 1 წლის წინ ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გემა შეძლო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და დატოვა ბალტიის ზღვა იქამდე, სანამ ჩვენ რეაგირებას შევძლებდით.
ერთი თვის წინ კიდევ ერთი გემი დააკავეს, მაგრამ ტერიტორიულ წყლებში შესვლაზე უარის შემდეგ გაუშვეს. ამჯერად კი დაკავება შევძელით. პირდაპირ ხაზზე ვიყავით ესტონეთთან, შვედეთთან, ნატოსთან და მის გენერალურ მდივანთან. ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, რატომ მოხდა ეს? სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, ვინ გააკეთა. ხო, ნატოსა და ევროკავშირის სივრცეში რამე ფარსაგი რომ ხდება, რთულია პირველი რუსისკენ არ გაიხედო. მით უმეტეს ზედ ფაქტზე როცა წაასწრე. 25 დეკემბერს ზუსტად ეს დაემართა რუსულ, ინდურ, არაბულ, ქართულ კუკურ ტანკერს. გემზე თურქული და რუსული შრიფტის მქონე ლეპტოპებთან ერთად აიტანეს სხვა ტექნიკის უზარმაზარი ყუთები. აღჭურვილობა ინახებოდა კაპიტნის ხიდურაზე. გადამცემი და მიმღები აპარატურა იწერდა ყველა რადიოსიხშირეს. ჩანაწერებს კი რუსეთში აანალიზებდნენ. უთვალთვალებდნენ ნატოს ყველა გემს და თვითმფრინავს, ზუსტად მათ სიხშირეებზე. ამას აკეთებდნენ რუსი, თურქი და ინდოელი რადიოსპეციალისტები. გარდა ამისა, დადგინდა, რომ იგლ-ესმა ლა-მანშის გავლისას წყალში საგანგებო სენსორები დატოვა. ამის შესახებ ფინური პოლიცია ღიად არაფერს ამბობს, მაგრამ ლოიდ ლისტის ინფორმირებულობის დონეში პროფესიონალებს ეჭვი არ ეპარებათ. ზოგადი ინფორმაციიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ გემზე დაპატიმრებულია სულ მცირე ერთი ისეთი ადამიანი, ვინც არ იყო ეკიპაჟის წევრი. ბორტზე ნაპოვნ აპარატურას ახლა გამოძიება სწავლობს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უკრაინით არ მთავრდება. მან ომში მთელი დასავლური სამყარო ჩაითრია. ჩვენ უკრაინის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეები ვართ. მოსკოვის გეგმა კი სწორედ მოკავშირეების გატეხვაა. დიახ, ეს არის შეტევა ჩვენზე. ერთ წელიწადში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის სამ შემთხვევას შემთხვევითობა არ ჰქვია. ნატოს ხომალდებსა და ავიაციაზე შეგროვილი ინფორმაციის მნიშვნელობას რომ თავი დავანებოთ, დივერსიის ფიზიკური ზიანი თავისთავად ძალიან დიდია. ორი კვირა გავიდა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა ინტერნეტის 3 დაზიანებული კაბელიდან ჯერ მხოლოდ 2 აღადგინეს. ყველაზე სერიოზული ზარალი კი მაღალი ძაბვის გადამცემ Estlink 2-ს მიადგა. ენერგოკომპანია ამბობს, რომ ხაზის აღდგენას მხოლოდ ზაფხულისთვის მოახერხებს. პირველი შემთხვევაა, როდესაც დავაკავეთ დამნაშავე. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად უსაფრთხოა ჩვენი მომარაგება. ენერგოკომპანიები ამტკიცებენ, რომ საფრთხე არ არის და აქვთ ელექტროენერგიის მოწოდების სათადარიგო გზები. სადაზვერო ინფორმაცია რომ არ შეეგროვებინა და კაბელები არ ენადგურებინა, იგლ-ესი მაინც დიდად მავნებელი გემია, რადგან წარმოადგენს რუსების ეგრეთ წოდებულ შავ ფლოტს. ვენესუელისა და ირანის ნავთობის გადამზიდავებთან ერთად დღეისათვის მასში 669 ტანკერია, რომელიც სანქცირებულ რუსულ ნავთობპროდუქტებს მსოფლიოში აღმად-აღმად დაატარებს. ყველაზე დიდ მიყიდველები არიან ჩინეთი და ინდოეთი. იგლ-ესი კი ამჯერად ლენინგრადის ოლქის პორტ უსტ-ლუგიდან ეგვიპტურ პორტ საიდში ეზიდებოდა 75,000 ტონა რუსულ ბენზინს. ბალტიის ზღვაში მომხდარის ეკოც იყო. 2 დღის წინ შეერთებულმა შტატებმა დამატებით 10 ტანკერი და მათი მფლობელი კომპანია შეიყვანა ეკონომიკური სანქციების სიაში. ამ ფლოტის დამსახურებით 2024 წლის პირველ 9 თვეში რუსეთმა მიიღო 16,9 მილიარდი დოლარის მოგება, რითაც უკრაინაში ომს კვებავს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ვიპოვნოთ შესაძლებლობა და შევაჩეროთ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი. ეს ფლოტი უზარმაზარ ფულს ასხამს რუსეთის ომში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ფლოტი უნდა გავაჩეროთ. რუსების პოლიტიკურმა საზღვაო მეკობრეობამ დასავლეთს ნამდვილად ახალი თავის ტკივილი გაუჩინა. როგორ უნდა შეაჩეროს ასობით გემი, რომელიც საერთაშორისო წყლებში მოძრაობს და რომლის არც გაჩერების, არც შემოწმების უფლება არავის აქვს, სანამ რომელიმე სახელმწიფოს 12 მილიან ზონაში არ შევა. საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა ევროპაში ჯერ კიდევ ხანზას კავშირის დროიდან არსებობდა. ტექნოლოგიების განვითარების, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის, დრონების გამოჩენის შემდეგ არსებული საზღვაო კანონები გადასახედია. იმისთვის, რომ გამოძიება უფრო ეფექტურად წარიმართოს და იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან. გუზით ბრძოლა ნამდვილად ახალი მეთოდია. საერთაშორისო კანონმდებლობის შეცვლას გაეროში რუსულ-ჩინური ვეტოების მოლოდინით პატარა დრო არ დასჭირდება. უფრო მარტივი იქნება პრაქტიკის შეცვლა. თუნდაც დღევანდელი კოჭლი კანონებით. 25 დეკემბერს ტერაქტი რომ მოხდა, 30 დეკემბერს ნატო საგანგებოდ შეიკრიბა და პირობა დადო, რომ იმოქმედებს. კაბელების დაზიანება, რასაც ფინეთი საბოტაჟის მიმართულებით იძიებს, ბალტიის ზღვაში მომხდარი უკანასკნელი ინციდენტებიდან ერთ-ერთია. მომავალი ინციდენტების ასაცილებლად ნატო გაზრდის თავის სამხედრო ძალებს ბალტიის ზღვაზე. მოკავშირეები განიხილავენ სხვა ღონისძიებებს კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ნატოს წყალქვეშა ინფრასტრუქტურის საზღვაო ცენტრის მხარდაჭერითაც, რომელიც მაისში დავაარსეთ. საზღვაო ტერაქტები არ არის ერთადერთი სიახლე, რითაც რუსეთი ებრძვის დასავლეთს. უკრაინის ომმა შემთხვევების რაოდენობა გააათმაგა, რასაც დასავლეთი ყოველთვის მზად ვერ ხვდება. თუმცა ისიც საქმეა, რომ საკმაოდ ეფექტურად იძიებს და მალე პოულობს დამნაშავებს.
უფრო ზუსტად პოულობს მტკიცებულებებს, რომ ამის უკან ნამდვილად მოსკოვი დგას. ევროპული სამხედრო საწარმოებისა და საწყობების ხანძრებსა და აფეთქებებში. სამხედრო მრეწველობის უდიდესი კორპორაცია Rheinmetall-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში, გასადანების დაზიანებაში. ჩვენნაირ გამოცდილ ხალხს ესენი საერთოდ არ უნდა უკვირდეს. იმნენჯერ გვაქვს ნანახი და გამოვლილი მაღალი ძაბვის ხაზებისა და გასადანების დივერსია. თუკი უკრაინის შემდეგ მეორე ფრონტი სადმე გაიხსნება, ეს არ იქნება საქართველო. სავარაუდოდ არც მოლდოვა ან პორტუგალია. ეს აქ მოხდება ბალტიის ზღვაზესა და რუსეთს ნატოსთან დასაპირისპირებლად ყველაზე დიდი ძალა აქვს თავმოყრილი. მხოლოდ კალინინგრადის რაკეტებსა და კრეისერებს ნუითვლით. ან იმ თვითფრინავს, რომელიც გუშინ ბალტიის ზღვის თავზე იტალიურ F-35-ს გაეკიდა, კადრში კი შემთხვევით თავისი ჟანგიანის საქშენი გაეპარა. რუსულ სამხედრო ძალას აწი უკვე ტანკების გარდა ტანკერებიც უნდა მიათვალოთ. რუსთა პირველმა იმპერატორმა პეტრე პირველმა იმდენი ქნა და იმდენი იომა, რომ დაამარცხა შვედეთის სამეფო, გამოვიდა ბალტიის ზღვაზე და გაჭრა ფანჯარა ევროპაში. რუსთა უკანასკნელმა იმპერატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა იმდენი ქნა და იმდენი იომა, რომ შვედეთის სამეფო და ფინეთი გააწევრიანა ნატოში. რითაც ბალტიის ზღვა იქცა პრაქტიკულად ნატოს შიდა ტბად და რუსს თავისი სამსაუკუნოვანი ოცნება და ფანჯარა ევროპაში პრაქტიკულად ცხვირწინ მიუჯახუნა.